ახალციხის მიხეილიაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე საპროექტო სამუშაოები იწყება. სტადიონი არქიტექტორებმა და ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. მათი თქმით, ფინანსური მხარის მოგვარებამდე ისინი ესკიზებს შეიმუშავებენ და ადგილობრივ თვითმმართველობასა და მძლეოსნობის ფედერაციას წარუდგენენ. არქიტექტორების განმარტებით, სტადიონის ინფრასტრუქტურის მშენებლობა ევროსტანდარტების შესაბამისად მოხდება. გათვლილი შესაძლებელი იყოს არა მარტო ვთქვათ საქართველოში მოხმარებისთვის. იმიტომ რომ აქ შესაძლებელია სპორტსმენებმა არა მარტო მძლეოსნებმა, არამედ ნებისმიერი სპორტის სახეობა, ვთქვათ საქართველოს მასშტაბით და თუნდაც ევროპის მასშტაბით ჩამოვიდეს შეკრებებზე. სპორტსმენის მოსამზადებლად არის ყველა პირობა. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ახალციხის სტადიონზე 2016 წელს სპორტსნებში ევროპის ჩემპიონატის მოწყობა იგეგმება. შესაბამისად, მოედანი ამ დროისათვის მზად უნდა იყოს. სტადიონი ევროპის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლებმაც მოინახულეს და სამომავლო რეაბილიტაციისათვის არქიტექტორებს თავიანთი მოსაზრებები გაუზიარეს. ყველანაირი პირობა, წინა პირობა არსებობს იმისთვის, რომ ეს წარმატებული პროექტი განვახორციელოთ 2016 წლის ევროპის ჩემპიონატი, რაც პირდაპირ იქნება დაკავშირებული იგივე რეგიონის განვითარებასთან. დაახლოებით 300-მდე სპორტსმენი ჩამოვა, მათ მოყვება თავისი გულშემატკივრების დიდი არმია, აქედან გამომდინარე თვითონ ეს ისტორიული ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მხარე საქართველოსთვის და ჩვენი აზრით შეიძლება ძალიან სერიოზულ ტურისტულ იმას მივობაც თვითონ სპორტის ეს სახეობაც. ახალციხის ცენტრალური სტადიონის მშენებლობა საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების თანადაფინანსებით განხორციელდება. რეაბილიტაციის ფარგლებში დაგეგმილია ტრიბუნების მოწყობა, სადაც ინდივიდუალური სკამები დამონტაჟდება. განთავსდება სპეციალური განყოფილება სტუმრებისა და მედიისათვის. გარდა ამისა, აღდგება სასპორტო ბაზა და მოეწყობა სასტუმრო, სადაც შესაძლებელი იქნება წვრთნებისა და გუნდების შეკრებების ჩატარება. მთლიანად შეიცვლება მოედნის საფარი. ასევე სპორტსკოლაში დაგეგმილია საცურაო აუზის მშენებლობაც, რაც ხელს სპორტის ამ სახეობის განვითარებასაც შეუწყობს. ყავს სტუმრები, რომლებიც გააკეთებენ დაპროექტირებას, აზომვებს, არქიტექტორი, რომლებიც არიან აი სწორედ ამ სპორტის კუთხით და განსაკუთრებით მძლეოსნობის კუთხით დიდი გამოცდილება გააჩნიათ და გვინდა რომ გავაკეთოთ აზომვითი ნახაზები, რომ შემდგომში მოხდეს ამ სტადიონის დაპროექტირება და ამ საკითხების გადასაწყვეტად დღეს ჩავატარებთ გარკვეულ სამუშაოებს. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ სტადიონზე მძლეოსნობის გარდა ფეხბურთის, კალათბურთის, ჩოგბურთისა და სხვა სპორტის სახეობების ტურნირები მოეწყობა. მათი აზრით, სტადიონის მშენებლობა მნიშვნელოვან გავლენას არა მარტო სპორტის, არამედ ზოგადად რეგიონის განვითარებაზეც მოახდენს.